ისევ ზამთარია, ისევ თოვლი წამოვიდა და ვიფიქრე მანამ სიცივეებია და ზამთარია, რაც მოუხდება ამ ცივ ზამთარში, ის მოვამზადო. მანამ სივა რა თქმა უნდა მოუხდება ეს. და ეს არის მუჟუჟი. ეს არის მუჟუჟი. ნამდვილად ზამთრის საჭმელი ასე ვთქვათ, რა ამას ზაფხულში ვერ მიიწმევთ. მოკლედ, მინდა ორი სიტყვით შევეხო, მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემ არხს, ძალიან კარგია, ვიცი რომ ზოგს მოხსნობს, ზოგს არ მოსწონს, მაინც უყურებთ, გააგზელეთ ყურება. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოუხადო, რამოდენიმე ძალიან ბევრი კომენტარები იყო. ქალბატონი ინგა, მაგალითად ჟარკოვთან დაკავშირებით, ჟარკოვი ცოტა სხვანაირად კეთდებაო. ქალბატონ დოდომაც გამოთქვა თავისებური აზრები, მომწონს, ძალიან კარგია. გააგზელეთ ჩემი ვიდეოების ყურება და რჩევები მომესი დარიგება არ ამწყის, კარგია, მე ნელ-ნელა გამოვასწორებთ ყველა რეცეპტში რაღაც ცვლილებებს შევიტანთ. ძალიან მომწონს ქალბატონი სალი, ყოველთვის მე ხა ეს ნიკნეიმებია, მაგრამ ამონარიდები მაქვს ამოწერილი, ყოველთვის მიცავს ხოლმე რაღაც ესეთი კრიტიკა რომ მოდის ხოლმე, ყოველთვის ქალბატონი სალი მიცავს, დიდი მადლობა ქალბატონი სალი, გააგზელეთ ყურება. ხო, ქალბატონი მარინა საინტერესებდა და სხვებსაც საინტერესებდათ. ალექსიც მწერს, ნანა მწერს. მარინა საინტერესებდა ისევ და ისევ ეს ამ სანერზე იყო საუბარი. ეს არის, კარგად ნახეთ. სომახას ეძახიან, მაგრამ ეს არის დაფქვილი ყოწახური. ამას ამ სუნელს ზოგადად ეს ისეთი სუნელია, რომ ცხელკეთში არ უხდება, ეს ზემოდან არის მოსაყრელი, ეს ქაბაბს აყრიან და ესეთ ხორციან კერძებს. ეს რაც შეეხება ამ სუნელს. ეხლა მეორე გამოვიყენე ჟარკოვის დროს, მეგობრებო. და ესაც დაგაინტერესდა თქვენ ეს სუნელი. ეს არსად არ იშოვება. პირდაპირ გეუბნებით და ბევრი საუბარი იყო ამაზე კომენტარებში და გეტყვით, რომ ეს ნამდვილად საქართველოში იშვიათად იშოვება. ეს არის სომხური. ნახეთ, ახლოდან მოიტანეთ კამერა. ნახეთ, ესეთი ბალახეულია. მე იფშნება და ამას ეს არის ურცი. ეს სინამდვილეში არის სომხური ბალახი, მოდის სასომხეთში. ხოლო მაგხარეზე მოდის ეს და ეს არის ურცი. ეს უშუალოდ გამოიყენება სომხური, რას ქვია და ხორციან კერძებზე გამოიყენება და ზოგადად რო იცოდეთ, აქ ბევრი ვიდეოები იდება YouTube-ზე, მწვადს არქმევენ, სომხური რეცეპტით მწვადი და ასე შემდეგ. ამით იკეთდება ნამდვილი სომხური მწვადი. ეს მე გამოვიყენე ჟარკოვის მომზადების დროს. ხო, მოკლედ თითქმის ძალიან ბევრი კომენტარები იყო და ყველას ახლა ვერ ჩამოვთვლი, შაქროს მოუხდი მადლობას. სად ერეკლეო და სად ეს ჟარკოვიო, დიდი მადლობა, გააგზელეთ ბატონო შაქრო ყურება. ვაპირებთ კიდე სხვადასხვა საინტერესო ვიდეოების გადაღებას, ბევრი საინტერესო გველოდება წინ. და მადლობას კიდე მოუხდი დავითს მოუხდი მადლობას. ყავა უფრო კარგად გამოგდისო, დიდი მადლობა, ბატონო დავით. შემიდან ერთ დღეს დაგპატიჟოთ, ყავა ერთად მივირთვათ, მერე თქვენ დამპატიჟეთ მწვადზე ან რაღაც კარგზე. დიდი მადლობა. ყველას მოგიხდით მადლობას, მეგობრებო, და გადავიდეთ ახლა უშუალოდ მუჟუჟის მომზადებაზე. მოკლედ, ერთ სიტყვით, მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ რაღაცა განსაკუთრებული წესი არ აქვს ამას მომზადების, მაგრამ ერთი თემა აქვს ის, რომ ზოგს უყვარს მუჟუჟი მწვანელის გარეშე ქინძი უნდა, ქინძი და ნიორი უნდა ყველა შემთხვევაში და მე მაგალითად ზოგჯერ მომწონს, როცა ქინძით არის, ჩვენ ორივენაირად გავაკეთებთ, ქინძით და ქინძის გარეშე. და მინდა გითხრათ, ახლა ნელ-ნელა გადავართ უკვე პროცესზე, მე აქ მაქვს მოტანილი შპროტი, ხედავთ პომიდორს, მწვანილს, ხედავთ მაიონეზს, რა თქმა უნდა ნიორი მჭირდება, ნიორი დამჭირდება, ნიორი როგორც მუჟუჟისთვის, ისე ამისთვის, რაც მერე გეტყვით, რა უნდა გამოვამზადო ამითი, გეტყვით, სწრაფი ბუტერბროდი უნდა მოვამზადო, ამის ხარშვის ლოდინში უნდა მოვამზადო ეს ბუტერბროდი, ამას გაჩვენებთ ყველაფერს. მოკლედ გავასუფთავებთ ეს ჩვენ ძალიან კარგად, გასუფთავებულია, დაჭრილია და ესე შუაზეა გაყოფილი.
გამზადებულია უკვე მოსახარშად, აი ყველაფერი ესე დაჭერს სუფთაა, ძალიან სუფთაა. და ეხლა ამას მოვათავსებთ ქვაბში და ალბათ უნდა მოვხარშოთ პირველ რიგში. მოვათავსოთ ნელ-ნელა ეხლა ეს ქვაბში. აი ესე. ლამაზად. აი ესე. აი ესე ნახეთ. აი კარგად ჩაეტია. აი ესე აჩვენე ზემოდან ესე კარგად. ეხლა ეს ფიცარი ვაჩვენოთ. ეხლა ამ ფიცარს გავამშრალებთ. თქვენ საყურადღებოდ ბატონო ჩემო, გამშრალდება ეს ფიცარი. ეს სახუმაროდ გეუბნებით, რა თქმა უნდა. ზოგჯერ ხონა ვიხუმროთ. და გავუშვათ ეხლა წყალი. აი ესე წყალი ესე პირზე მოვაყენოთ. მე მგონი საკმარისია. და ცოტა ნორმალურ ტემპერატურაზე კარგად მოვხარშოთ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მანამ ველოდები რომ ჩვენი ბურვაკის ღორის ფეხები მოიხარშება, რა თქმა უნდა კაფე უნდა მოვხადოთ. იქამდე მანამ დაველოდებით, მე გასწავლით შეიძლება ზოგმა იცის, მაგრამ გასწავლით სწრაფი ბუტერბროდი, აი კეთდება შპროტით, პომიდორი, მწვანილი და ნიორი შეიძლება და აუცილებლად შეიძლება შავი პურზეა გამოდის ძალიან გემრიელი. აგურის შავი პურით გამოდის ძალიან გემრიელი. დავიწყოთ კეთება, მაგრამ ერთი მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, ვეძებდი სხვათა შორის ტრანსლეიტში ვეძებდი, მინდოდა გამიგო რუსულად როგორ არის მუჟუჟი. ხო და ვერ ვიპოვე და აქედან დავამტკიცე, რომ არც სომხურად არის, არც აზერბაიჯანურად. ნამდვილი ქართული ზაკუსკა კერძი არ არის, მაგრამ საჭმელია ნამდვილად ქართულია მუჟუჟი. აი ეს მინდოდა, თუ ვინმე მიცით როგორ არის ეს რუსულად ან რაღაცა სხვა კავკასიურ ენაზე მუჟუჟი, კომენტარებში მომწერეთ. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ აი ამ სწრაფი ბუტერბროდის კეთებაში. რა გჭირდება, ესე იგი გჭირდება მაიონეზი. მაიონეზი გჭირდება. მინდა გამახვილოთ ყურადღება, ნუ აი ეს გამოვიდა 1 კილიდან, კონსერვიდან და რამდენი სალიც თევზია, იმდენი ბუტერბროდი გამოგვივა. დაგჭირდება ესე იგი მაიონეზი. აი ესე. აი დაახლოებით ამ თევზს ეს ეყოფა. ეს ეყოფა ეს მაიონეზი. დაგჭირდება მე აუცილებლად ნიორი, ჩემო ძვირფასებო. ნიორი დაგჭირდება. დაახლოებით, ნუ აი გავუშვათ ეს შენ ერთი კბილი. აი ესე. ნუ მეორეს გავუშვათ, ბარემ და მე აი ეს ორი კბილი ნიორი ეყოფა, რომ ძალიან ძაფრი არ გამოგვივიდეს ჩვენი ბუტერბროდი შპროტის. აი ესე. აი ესე კარგად მოვურიოთ მაიონეზი და ნიორი. დავამატოთ ცოტა წყალი, უცბად ბევრი არ დაამატოთ, ცოტა უნდა გათხელდეს. ამ მაიონეზს თავისი, რა თქმა უნდა, სიმლაში აქვს და თევზსაც, რა თქმა უნდა, თავისი არაფერი არ აღჭირდება ამას. დამატება, აი ესე გავხსნათ, გავხადოთ, როგორც თხელი არაჟანი. აი ესე გავხსნათ კარგად. მოვლეს მომამზადეთ ეს მაიონეზიც და ახლა გადავიდეთ მარტივი პროცესია. ესე იგი ვიღებთ შავ პურს, აი ესეთი, ეს აგურის პური იყო და ესია გადაჭრილი. მშრალი უნდა იყოს ეს პური და წავუსვათ მაიონეზი თხლად. აი ესე. თხლად წავუსვათ. აი ესე. ეხლა დავადოთ თევზი. აი აქედან პომიდორი ესე დავუდოთ გვერდზე და მოვაყაროთ წვანილი. აი ესე მოვაყაროთ წვანილი. აი ეს არის ჩვენი უგემრიელესი ბუტერბროდი და გავაგზავნოთ რამდენიც გამოგვივა, იმდენი გავაკეთოთ.
აი ესეთი ლამაზი ბუტერბროდები გამოგვივიდა. შპროტით, პომიდორი, მაიონეზი და შავი პური. აბა გავსინჯოთ ეხლა. აი ესეთი სილამაზე გამოგვივიდა და ეხლა გავსინჯოთ ძვირფასო მეგობრებო. დაყვართ. მე მინდა ეხლა აი ამ პატარა ჭიქით და დიდი გულით ყველანი ვადღეგრძელო. პირველ რიგში გავამარჯვოს ჩვენ საქართველოს, მშვიდობა იყოს ჩვენ საქართველოში. ყველას დაგლოცავთ მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ახლობლებო, ვინც უყურებთ ჩემ არხს, ვისაც გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი და კიდევ გამოიწერთ. ბევრი ძალიან საინტერესო ამბები გველოდება მომავალში ჩემს არხზე. ბევრი საინტერესო ვიდეო იქნება. ყველას დაგლოცავთ, გაგიმარჯვოთ, გადღეგრძელებთ. რა ვიცი, მომწერეთ ხოლმე რაღაცეები. აბა გავსინჯოთ ერთი, როგორი გამოგვივიდა ბუტერბროდი, კარგია. მართლა გემრიელია. აღინანებთ, გააკეთეთ, სწრაფი რაღაცაა. აი ესე რამოდენიმეჯერ ქაფი მოხსენით და ველოდებით რომ კარგად უნდა ჩაფლავდეს ეს რა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აი ნახეთ, დაახლოებით 2 საათი დაჭირდა მოხარშვას. ეხლა ამოვიღებთ და ცოტა ხანი უნდა, აი ნახეთ რა კარგად მოიხარშა. ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ რომ გაცივდეს. რომ მერე უნდა დავჭრათ ნაჭრეებად. აი ესეთი გამოვიდა. წვენი გაჩვენეთ, ნახარში წვენი. მაგ წვენს გამოვიყენებთ. უკვე ნივრიან წყალში მოვასხავთ მაგას. აი ისე იმ დონეზე მოიხარშა, რომ თითქმის ჩახარშულია რა, ძვლებს არის მოცილებული. ხორცი. მოვაყაროთ მარილი. იტანს მარილს. და დაველოდოთ ცოტა რომ გაცივდეს. ველოდები გაციებას, ჩემო ძვირფასებო და ყავას მივიწევ და პატარას მოგიყვებით ამ საქონლის ხაჟზე, ფეხებზე და აი მოჟუჟზე ძველებურ ისტორიას მოგიყვებით. საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. ეს მოკლედ ცივდება ჩვენი ბურვაკის ფეხები, ასე ვთქვათ, და პატარა ისტორია ძველიდან მოდის ეს ისტორია. აი მოჟუჟზე ამ ფეხებზე გამახსენდა და მინდა რა ვიცი ისიც და ისედაც გითხრათ. გადმოცემით ვიცი ძველი ხალხისგან, რომ აი ხაშის ფეხები, ფაშვი და ეს ზოგადად ხაში და ეს მოჟუჟის ფეხები ძველიდან მოდის ეს ამბავი რა. ამას ეხლა ეს თანამედროვეობაში გაპიარდა და ესეთი გამოდის რა, გემრიელობა და უკვე ის მიღებული საჭმელებია, ხაში ადიდებენ ესე. ძველად ეს უბრალო რაღაცა იყო, მოგეხსენებათ. თავადები,
დიდარი ოჯახები, მეფეები, მეფის კარზე რო იკლებოდა საქონელი, ანუ ორი რო იკლებოდა და საქონელს რო ჰკლავდნენ, ამაში ეხმარებოდნენ ღარიბი მოჯამაგირეები ეხმარებოდნენ დაკლაში და ფულის ნაცვლად რო ემსახურებოდნენ, ფულის ნაცვლად ეს დიდარი ხალხი ატამდნენ ამ ფეხებს, თავს და ფავს, აი ესეთ რაღაცებს ატამდნენ. და ესენი იყენებდნენ ხოლმე და ამას ჭამდნენ ეს ღარიბები რა. ხო და ჩვენ დღეს ერთ-ერთი თავადი დაინტერესდა რა, მუდმივად ყლავდა და ატამდა ამ ფაშს, მუცელს, ფეხებს და თავს და ასე შემდეგ. ხაშისთვის არიცოდა რას აკეთებდნენ. ხო და ჩუმად გაჰყვა ამ ღარიბს თავის მოჯამაგირეს და ოჯახში გაჰყვა უკნიდან და ნახა რომ რა უნდა დაამზადონ, რას აკეთებენ. ნახა რომ გაასუფთავეს ეს ფეხები, თავი, ყველაფერი და აი ეს ხაში მოხარშეს რა და ჩუმად უყურებდა ესე, ჯუჭრუდანიდან უყურებდა რომ ეს მთელი ღარიბი ოჯახი როგორ ესეთი ნიური და რამით აი ესე გემრიელად მიირთმევენ ამას და მე თქვა მოდი ერთი მეც მოვსინჯამო და მაგედან წამოვიდა ხაში და ზედ ლავაში და კიდე მუჟუჟებით ზევიდან. აი ესეთი ისტორია ჰქონდა ამ ძველ დროიდან მოსული ეს ფეხების და ხაშის ამბავს. დაველოდოთ ახლა გაციებას და დავასრულოთ ამ მუჟუჟის გაკეთება. მომზადოთ ნიორი. ესაც ესე ნიორიც მოვამზადეთ. ეხლა ნელ-ნელა ხორცი უნდა დავჭრათ. ჩემო ძვირფასებო, როგორც წინასწარ გითხარით, ორნაირს ვაკეთებ. მე ზოგადად ქინძით არ მიყვარს, მაგრამ ორნაირს ოჯახის წევრებს უყვართ. ნაწილს გავაკეთებ ქინძით, ნაწილს ქინძის გარეშე. დავიწყოთ ახლა ქინძით გავაკეთებ ჯერ. დავჭრათ ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაჭრეებად. ხელითაც შეიძლება, აი ხელითაც იშლება. აი ეს არც უნდა დაჭრა მე მგონი, აი ეს კაი ნაჭრეებია. გაუშვათ, არ უნდა ამას დაჭრა განით. მე გითხარით რომ ისე მოხარშე, ზოგადად ჩავაფლავე რა. აი ესე. არ გვინდა. აი ესე. გავუშვით ერთი ფენა ხორცის, ნიორი, ცოტა ძმარი. აი ესე. ბევრი არ არის საჭირო. და ეს არის ქინძით და მოვაყაროთ ქინძი. აი ესე. ეს ქინძი და რაც თავარია, აი ესე. აი ესეთია. ხარშვის დროს მე მარილი მაინც უყავი წვენში. და აი ესე ცოტა დავამატოთ ახლა. ესე და ბოლოს თავის წვენი. მოკლედ აი ეს არის ესეთი ქინძით, ნივრით, ეს უკვე მზად არის, ახლა ამას სჭირდება ცივადგილას გავუშვათ, ახლა ისეთი ტემპერატურაა ქუჩაში, გარეთ აივანი ვისაც გაქვთ, შეიძლება გარეთ დაიდოს. გავაციოთ ეს. ახლა გავაკეთოთ ქინძის გარეშე, ზოგადად მე ესე მიყვარს, მარტო ნიორი, მარილი, რა თქმა უნდა, აი ესე. აი ესე. ესე. ესე გადავეხოთ აქ. ესე. მარილზეც გავსინჯო ერთი.
ძალიან მაგარია. გავუშვათ ბოლომდე ესე და აი ეს ნიორი რაც ამაქვს. აი ესე გავუშვებ. აი ესე ძმარიც. აი ესე. აი აქ დამჭა კიდე ორი უგემრიელესი ნაჭერი. აი ესეც დავადოთ ზემოდან. აი ესე. აი ესე. და ბოლო შტრიხი თავის წვენი. ესე. აი ესე მოვასხათ წვენი. აი ესეთი უგემრიელესი მუჟუჟი გამოვიდა. ეხლა ამას გავაციებთ და ერთი პირი კიდე გავსინჯოთ როგორი გამოვიდა. დაახლოებით 1 საათი მქონდა გარეთ და ვეღარ ვითმენ მინდა რომ გავსინჯო რა როგორი გამომივიდა. ჩემო ძვირფასებო უგემრიელესია რა. უგემრიელესი გამოვიდა. აი ამ ნაჭერს გავსინჯა. აი ნახეთ რა ნაჭერია. იყიდეთ. აი ესეთი ბურვაკი ჯობია, პატარა ქონი აქვს. ძალიან მაგარია. უგემრიელესია. ჩემო ძვირფასებო, გემშვიდობებით, ძალიან დიდი ხნით არა, მომავალ ვიდეომდე დაელოდეთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს. თუ რამე შენიშვნა გექნებათ მუჟუჟთან დამზადების შემთხვევაში, შეგიძლიათ რაღაცა ნიუანსები, დეტალები კომენტარებში მომწეროთ. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.